When I play the maracas, I go chick, chicky, boom, chick, chicky, boom. Yes, sir, I'm Cuban Pete. I'm the craze of my native street. When I try to dance, everything goes chick, chicky, boom, chick, chicky, boom. მშვიდობის სამეგობრებო, ეს გადაცემა გამომწვევი თამაშებია. ჩვენ კი მისი წამყვანები, ჩემი შეუდარებელი პარტნიორი ზურა გორგაძე და ულამაზესი და უმშვენიერესი თაკო ჩორგოლაშვილი. საღამო მშვიდობის, დღეს არის შაბათი, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსთავიორის ეთერში ყველაზე გასართობი, ყველაზე აზარტული და ძალიან სახალისო შოუ გამომწვევი თამაშები იწყება. და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ ჩვენს ტელემაყურებელს იმისთვის, რომ ციფრები, რომელიც მოვიდა პირველი გადაცემის შემდეგ, აისახა ჩვენს რეიტინგებში და ამისთვის უღრმესი მადლობა თქვენ და იმედია, რომ ახლაც გვადევნებთ თვალს და დაელოდებით უკვე ჩვენი შემდეგი სტუმრების გამოწვევებს. და აქვე უთხრეთ მადლობა ჩვენს წარმდგენ კომპანია Coca-Cola-ს, რომელიც ყოველთვის ჩვენთან ერთად იქნება და დრო არის, რომ მოვიწვიოთ და გამოვიწვიოთ უკვე დღევანდელი გადაცემის სტუმრები. და გთხოვთ აპლოდისმენტები სოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელი ქართველი სპორტსმენი ლევან საგინაშვილი იგივე ჰალკი და ასევე მოდელი საქართველოს ტელესიმცეში ყველაზე გახმაურებული პროექტ Prime House-ის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე ლენუკა ყიფშიძე ულამაზესი და უმშვენიერესი ლენუკა საღამო მშვიდო ძალიან გვეშინია მოგეშინია მოკლედ ხალხს თუ რამე აშინებს მე არ ვიცი ამაში რაღაცა ცოტა ეჭვი მეპარება მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ მეგობრებო პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ გაბედეთ და მოხვედით ჩვენთან მადლობა თქვენ დაბადეთ ლევანი სოფლიოს 7 გზის და ევროპის 6 გზის ჩემპიონი ხომ ასეა ლევან მოკლედ შენს თამაშებს ახლა და შენ შესაძლებლობებს აქაც გამოვცდით იმიტომ რომ ეს მხოლოდ ძალაზე არ იქნება დამოკიდებული ამ შემთხვევაში სხვა უნარჩვევებიც დაგჭირდება და ვნახოთ რა იქნება მოკლედ რამდენად მზად ხარ ამ ყველაფრისთვის სახეზე არ ეტყობა რომ ძალიან რაღაც შეშინებული მეცნიერები ლევან ძალიან შეშინებული ლევან ყველაზე მეტად რის გეშინია კალის ლევან ზეშინია კალის ეს ხალხს ეშინია კალის ხო შენც კალის გეშინია ეს კალის მაშინია ძალიან გთხოვთ არ გვინდა ხე გაგსამ მე ნათქვა არა დღეს დაგინდობთ არა მაგრამ იქნება არც დაგინდობთ მაგრამ ისე ზურა უნდა თქვა აუცილებლად რომ ძალიან გამიმართლა იმიტომ რომ დღეს პრინციპში აქვე უნდა უთხრა ჩვენს მაყურებელს რომ მენტორობას ლევან სწორედ მე გავუწევ და ძალიან დიდი იმედი მაქვს იმის რომ ისევე როგორც მკლავჭიდში ჩვენთან გამომწვევ თამაშებშიც ლევან შეუდარებელი და დაუმარცხებელი იქნები და მომეცი აქვე ამის პირობა აუგე ლენუკა მე მგონი ცუდად გვაქვს საქმე ეს იმას ნიშნავს რომ მე და შენ ერთ გუნდში ვართ და მოგვიწევ შევებრძოლოთ ამ შემთხვევაში უკვე თაკოს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ლევანს. ლევან, წინ ძალიან მნიშვნელოვანი შერკინება გაქვს, გვითხარი ამის შესახებ და რამდენად მზად ხარ? მოემზადე ლენუკასთვის ძალიან ისე. სერიოზულად. მეც გავარჯიშე, ჩვენ ტიზერებში მაყურებელი ხედავდა. ის რისთვისაც ვემზადებოდი ის დამავიწყდა უკვე. და ლიანად ვარ მოტივირებული. ჯერა შენი. ისე ლენუკას ფოტოშორის საკმაოდ საშიში მეტოქი არის ჩვენთვის ლევან და ისეთი თან ძალიან აქტიური გამოწვევებით სავსე წელიც ჰქონდა და მოკლედ Prime House-შიც ყველას დაგვიმტკიცა რომ ხარ ძალიან აზარტული, საკმაოდ მიზანდასახულიც და საინტერესოა აი დღევანდელ გამომწვევ თამაშებს როგორ ფიქრობ, რამდენად ღირსეულად უპასუხებ. იცი რა არის, იმდენად ეხლა რაღაც მიყვარს ეს აზარტი, მიყვარს თამაში ყველანაირი, რაღაცები არ მეშინიე ხო რაღაცები რომ გავიგე აქ, მაგრამ მზად ვარ ყველაფერთვის. კარგი მზად არიან, მაშინ პირდაპირ დავიწყოთ არა? მოკლედ, ჩვენ თავდაპირველად უნდა აგიხსნათ ჩვენი თამაშის წესები, ახლა ჩვენს ფერად და ლამაზ ეკრანზე დავინახავთ სხვადასხვა ტიპის და ჟანრის შეიძლება ითქვას გამოწვევებს და პირველი არის ჩელენჯები, რომელშიც არის 3 სხვადასხვა გამოწვევა.
ამით ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ გავხურდებით და შემდეგ გავაგრძელებთ. ამ ეტაპის გადალახვის შემდეგ მოდის უკვე მოიპოვე პრიზი და ამატე მეგობარი სპონსორის ჩელენჯი გააცინე და გახეთქე ურთულესი კარაოკე. ნუ მოკლედ ჩვენ გზა და გზა. აუცილებლად რა ტიპის დავალებებზე იქნება საუბარი, ამას ყველაფერს გეტყვით, მაგრამ მანამდე ავივსოთ ენერგიით, ხო გჭირდება ენერგია. გჭირდება ენერგია. მაშინ და დავიწყოთ პირველი ეტაპით, რომელიც გახლავთ ჩელენჯები. აბა? მოდი ერთად გავხსნათ, ერთად 1 2 3 აი ასე. ხედავთ ეკრანზე, რომ პირველი არის ორცხობილის ჩელენჯი, შემდეგ მოდის ხალიჩის ჩელენჯი და ასევე სპაგეტის ჩელენჯი და თუ რა იგულისხმება ორცხობილის ჩელენჯი, ამას უკვე ჩემი ულამაზესი გეტყვით. მოკლედ მეგობრებო, ამ შემთხვევაში თქვენი დავალება არის, რომ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ხელი და თქვენი მიმიკების დახმარებით და ჩართულობით, ასევე სახის კუნთების გამოყენებით 3 ორცხობილას შეჭმა მოახერხოთ. ვინც პირველი შეჭამს 3 ორცხობილას, ის ხდება გამარჯვებული. პირდაპირ გადაყოლაპო შედება? პირდაპირ გადაყოლაპო. პირდაპირ. აი, მაშასე ჩვენ უკვე მზად ვართ და ჩვენი სტუმრებიც გადავანაწილეთ და პირველი გამოწვევა ეს გახლავთ ორცხობილების ჩელენჯი. თქვენი დავალება მდგომარეობს შემდეგში, ხელებს არ ვიყენებთ ამ შემთხვევაში და ყველა მიმიკის გამოყენებით და ასევე სახის კუნთების ჩართულობით უნდა მოახერხოთ და მიირთვათ ეს ორცხობილები. რაც შეეხება უკვე ვინ იქნება გამარჯვებული, ვინც შეძლებს და 3 ორცხობილას შეჭამს პირველი, სწორედ ის გახდება გამარჯვებული. 1 წუთის განმავლობაში. კი ბატონო. კარგი, ლენუკა, მოკლედ. წარბი, წამწამი, შუბლი, ყველა კუნთი, აბსოლუტურად ყველა ფორა უნდა ჩართო იმაში, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოახერხო ეს ყველაფერი. წავიდა, ვაიმე. აბა. ლევან, კარგად გადაწყვეტ. დრო წავიდა. მიდი. ნელ, ჩამოვაგდე. კარგია, წამოიღე. ცოტა კარგად. არა უშავს. კარგი ხარ, თან პირი გააღე. ნელა. შემდეგი. წამოიღე. სამებზე ნაბოდივით დაგეკიდნენ. მეორე. არ გამოვდის. მოდი, ჩემო, გამოგივა, მიდი ლენუკა. მე შენ იმჯერა. მიდი. ვიცოდე? 1 2 3 წავიდა. ლევან. გამზავ. არის შანსი ყოველთვის არის თავარი მონტორი. ჩქარობ, ცოტა ჩამოაგდე. მიდი. ჩქარობ. ლენუკა, პირს არაღებ, პირი. უჯრა ხო არა მაქვს ესე რომ გამეტრიო და ჩამოვარდე. ლევან გააღე. იგი გააღე. გადაყმაპე. მიდი. ნელა, ჩქარობ. რასაკეთებ? კარგი. კიდევ ერთი გრძელობა. ნელა ქენი, ნახე, ქვემოთ რომ ჩამოდის. მერე კარგი. კარგი. ცოტა აქეთ გადმოწია. კარგი ხარ, ლენუკა. ლევან, მიდი. ხო, ერთი წალი. წავიდა. ჩენები არ გიყვარს. მიყვარს. მიდი. მე მეგონა გემრიელი გამოწვევა იქნება. აქეთ. ნელა, ჩქარო. აქეთ. შვიდი ხარ. ცოტა. ჩამოვიდე. პირი გაამზადე. კარგია. აქეთ. წამოჩერკე. კარგი ხარ, ენა მიაშველე. ერთი არის ორი. დაამუღა. მიდი ლენუკ. მიდი ლენუკ ერთი დაგჭა. აი ერთი მაინც. კარგი, არა უშავს. ორი ჭამეთ უკვე. კარგად გემრიელად მიდი. ვუყურებ იმას, მიდი. მიდი ჩემო სიცოცხლე, მიდი. მიდი. ერთი გყავს იმ. აი აქეთ ცოტა. ნახე რა. წამოვიდა. მე ისერი არ გადამდის, კარგად და მაგ. პირი გაამზადე. ენა გამომიყავი. კარგია. ენა. მიდი. აი. არის! ავაგე. ავიმარჯვეთ. ლენუკა. სამწუხაროდ აი ამ ფოლაკაც ვერ ვაჭამეთ 1-2 ეს არ ძალიან გამოწეული და სამაგიეროდ ჩემი ლენუკა დავანაყრე კარგად. გილოცავთ, მაგრამ ცოტა შურის ელემენტები მომდინარეობს შენი ხმის ტემბრისგან. ჩემო სიცოცხლე რა მოდა? ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ პირველი ტურის გამარჯვებული არის ლენუკა და ზურა.
იგებენ 100 ქულით, დავალოდოთ შემდეგ ტურს და ეჭვი მაქვს რომ აი ამ ტურში მე და ლევანი აუცილებლად საუკეთესო შედეგებს დავუდგეთ. მაშასე დავბრუნდით ჩელენჯების მეორე ტურში, ანგარიში 100-ით 0 ჩემი და ლენუკას სასარგებლოდ და ახლა თქვენ კადრში ხედავთ ხალიჩებს, რომელზეც მოთავსებული ვართ მე და თაკო. მოკლედ, ჩვენ ხალიჩების და ჩვენი სხეულის დახმარებით უნდა შევძლოთ მაქსიმალურად სწრაფად გადავკვეთოთ ფინიშის ხაზი, დავბრუნდეთ უკან და დაუთმოთ ასპარეზი ჩვენს პარტნიორებს. ჩვენი იმედი მაქვს. ლევან, გაიხსენე რომ ჩემპიონები ვართ. მიდი მომიხარ. უსეინ ბოლტი. აშასე მოემზადეთ. გაჩართე. დროის სათვლა დაიწყო. 2 1 წავიდა. მიდი. ჩქარა ზურა. უზოსი ჩქარა. მეტად ისა საჭდომი მეტად. მიდი ყოჩა. შეგენაცო. დედა რა ბიჭია შეხება. მიდი. ოტრია ჩქარა. ვაიმე. მიდი რა ვაიმე. ფეხები დაიწყო. ფეხია გაჭიმული. ფეხები მიდი. დამეჭება. მიდი რა დაგეჭიმა ხათო მიდი. მოდი. ლუკა, მოდი დაჯექი. ჩქარა წადი. კარგად, უკან. მიდი ლევან. გაიხსენე რომ დადი. ფეხები წინ გაწია. გაწია წინ. მიდი ლუკა. ლევან მიდი. მიდი ლუკა, მიდი. ევროპა გაიხსენე. მიდი. ეხლა რა შევი ზურა? მიდი ლევან. გიახვეწები. მოინდომე. წამოდი, ჩქარა, წამოდი, უკან უკან. ლევან, GPS-ი გაუფუჭდა. ლევან, მიდი, მოინდომე. გაიხსენე რომ მოვკიხარ. ჩქარა, მოდი ლევან. მორჩები და გამარჯვებულები ვართ. მიდი ბოლომდე გთხოვ. მოდი შევდა ჩემოსიცოცხლე. მოიცადე პრეს დამეჭიმა. მოდი. დაშე გელოდები ხედა. გელოდი. ბოლომდე მოვხდი. ცოტაც გთხოვ. მოდი. ვაცადე. ლევან! კარგად, სამართლიანად არის! გაიხსენე! ვოთ! ჩელენჯის მეორე ტურის გამარჯვებულები ისევ ჩვენ ვართ. ლენუკა და ზურა. ლევან, დიდი სიამოვნებით გაჩუქებდი ამას ქულას. მაშა ასე ხალიჩების ჩელენჯში გამარჯვებულები არიან კვლავ ზურა და ლენუკა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ხალიჩა უბრალოდ ლევანისთვის ძალიან პატარა იყო. ხო? პატარა ხალიჩა იყო. თუ ლევანი იყო უფრო დიდი ხალიჩისთვის. ალბათ. ლევანი იყო დიდი ხალიჩისთვის ალბათ. აქვე ანგარიში გვაქვს 200-ით 0, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის და წინ რა გველოდება? წინ გველოდება უკვე სპაგეტის ჩელენჯი. მაშასე გრძელდება გამომწვევი თამაშები და ამასობაში მივუახლოვდით პირველი ტურის ბოლო გამოწვევას, რომელიც გახლავთ სპაგეტის ჩელენჯი. თუმცა მანამდე ზურა არ იქნება ურიგო მე მგონი ხო ცოტა უნდა გავიგრილოთ პირის შევივსოთ ენერგიებით ხო შევივსოთ სიამოვნებით ჩვენი წარდგენი კოკა-კოლა ჩვენთან ერთად არის შესაბამისად მეგობრებო აბა ლევან ჰოპ კარგი დავალებარაში მდგომარეობს ლევან ეხლავე დაძაბულობასაა მოდი აბა ჩვენს გამარჯვებას გაუმარჯოს დღეს მოდი კარგი, ახლა თქვენი ყურადღება ჩემკენ, იმიტომ რომ თამაშის წესები უნდა გაგაცნოთ. მოკლედ, თქვენი დავალება არის შემდეგში. სპაგეტი უნდა დაიჭიროთ პირით და შეძლოთ რაც შეიძლება მეტი, უბრალოდ 5 პენე წამოაცვათ მას. ვინც 5 პენეს წამოაცნობს პირველი, ის იქნება გამარჯვებული. ვიწყებთ უკვე? მივხვდით? ლევან. მაშასე. ვითხარი რომ ამ თამაშს მაინც ვიგებთ. всё. მოგებული ვარ. ვიწყებთ სპაგეტის ჩელენჯს. 3 2 1 და წავიდა. ლენუკა მიდი. მიდი. უკვე გაუწყდა. მოიც ახალი აიღე. უკვე გატეხა რა ქნას ხალებს ვერ ვაკონტროლებთ ჯერ ვისწავლით ყველაფერს. კარგია. თუ გინდა ჩამოხლული იყავი, თუ დაგჭირდება შეგიძლია დაჯდე, შეგიძლია წამოწვე რაც ერთი გინდა გააკეთე. მიდი, სხვაზე გადადი, უამრავია. ნელა, მიდი. ყოჩახლე. მესამე, კარგია. ნელა, ნუჩქარობ. მიდი, ჰალკი მოგზდევს, ლენუკა. პრელში კარგად დაუმიზნე. ჰალკი მოგზდევს, ჰალკი.
4 გვაქვს და დარჩენილია 1 და ისიც 5. მორჩა. ძალიან მეშინია ამასობაში ჰალკი არ გაბრაზდება. მორჩა. დადიოდა მე ამაზე. თქვენ ადგილზე ძალიან კარგი. ლენუკა დადიოდაო. რაზე დავდიოდი? აი რაზე? რაზე დავდიოდი მითხარი. ლენუკა დადიოდა მაკარონების წამოწმაზე. მალადეც. ამიგო. ეს ასიანებია. გაბრაზებული ჰალკის ნახვას თქვენ მოკლედ. ადგილზე მაინც კარგი არ გინდა ლევან. მეგობრებო, ანგარიში ამ ეტაპისთვის გვაქვს 300 გამიშვი ლენუკა გამიშვი. ლენუკა გამიშვი ლენუკა. მოკლედ მეგობრებო, ანგარიში გვაქვს 300-ით 0, ჩემსა და ლენუკას სასარგებლოდ და გადავდივართ შემდეგ ეტაპებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო რთულდება დავალებები, შესაბამისად ქულების ჯამიც იმატებს. წინ გველოდება ძალიან სახალისო, ძალიან აზარტული მოიპოვე პრიზი. მაშინ ასე მეგობრებო, გადავინაცვლეთ შემდეგ ტურში სახელწოდებით მოიპოვე პრიზი და თავად სახელწოდება გვეუბნება, რომ ამ ესე იგი გრაფიკის უკან იმალება პრიზიც და რას გულისხმობს ეს ჩელენჯი. ხედავთ სარბენ ბილიქს მეგობრებო, ასევე ბრინჯს. თქვენ წინ არის სუფლორი, სადაც წავა ენის გასატეხები. თქვენ უნდა აითვისოთ გარკვეული სიჩქარე და ხელში დაიჭიროთ ბრინჯი. თავარი ამბავი ის არის, რომ არც ერთი მარცვალი ბრინჯის არ უნდა გადმოგივარდეთ. თუ გადმოგივარდებათ, ვისაც უფრო მეტი გადმოუვარდება, რა თქმა უნდა, ის იქნება დამარცხებული. ეს ტური არის 200 ქულიანი და აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩვენმა პარტნიორმა ფრანგული მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელმა ივროშემ დააწესა სპეციალურად თქვენთვის პრიზები, როგორც მამაკაცის ხაზისთვის, ასევე ქალბატონის ხაზისთვის და შესაბამისად თქვენ გელოდებათ ეს პრიზები. აქვე ვეთქვი ჩვენს ტელემაყურებელს იმასაც, რომ თქვენთვის ძვირფას და საყვარელი ადამიანებისთვის შეგიძლიათ შეერჩიოთ ივროშეში არაჩვეულებრივი საჩუქრები, როგორც თბილისის, ისე ბათუმის, ზუგდიდის და რუსთავის ფილიალებში და რა შეეხება პრიზებს, სხეულისა და თავის მოვლის საშუალებებით გელოდებათ წინ. ასე რომ ავიღოთ სტარტი ზურა, ეს გამარჯვება თქვენ მოგიტანთ 200 ქულას, რაც იმას ნიშნავს, რომ ლევან ახლა მე და შენ ძალიან უნდა მოვიდობოთ, იმიტომ რომ პრინციპში ლიდერობენ ზურა და ლენუკა, ამიტომ რა არის სხეულისა და თავის მოვლის საშუალებები ლენუკას უფრო ჭირდება. კარგი, არ ვიცი ვის რა ჭირდება, მაგრამ ჩვენო გამარჯვება გვჭირდება და მიჩვეულები ვართ ამ ყველაფერს, ეს ნამდვილად კარგად ვიცი. ლევანი არის ფაქტობრივად დაუმარცხებელი მსოფლიო მასშტაბით, ამიტომ ძალიან არ მინდა რომ პირველი მისი დამარცხება გამომწვევ თამაშებში მოხდეს. ჩვენ უბრალოდ მუღამი გვაქვს რომ მსოფლიო ჩემპიონი დავამარცხოთ. არ მოგიდგენია რომ ხრა მსოფლიო ჩემპიონი დავამარცხე. აი ეს მინდა მე არაფერი. ნახოთ, დაამარცხებს თუ არა ლენუკა მსოფლიო ჩემპიონი. შედი სარბენ ბილიქს. ხო არ ირთვება უკვე რომ გავარდები უკან, არა ხო? არა, ნუ გეშინია. მოიცა მითხარი მომამზადე ეხა რა შვები. მოკლედ, მე ახლა შენს ხელთ მოვათავსებ ბრინჯს. მომეცი ხელი, ერთი მარცვალიც არ უნდა გადაგივარდეს ფრთხილად. იმედი ძანაჩქარა არ ჭამის. ფრთხილად დაიჭირე. მოემზადე ხელები გაშალე, აი ეს. აპა. ერთი წუთით. უკვე დაეყარა, ნერვიულობს. მაქსიმალურად შეეცადა. ამ გამოწვევისთვის ლენუკა გააქვს ზუსტად 2 წუთი დრო და შეგვიძლია უკვე რომ წამზომი ჩავრთოთ და დაიწყო დრო. დაიწყენის გასატეხი. არჩევანი არადადი ალავს ახვევს ალამდარი ამ მიწის და ამ ცის და არის სადმე არ სადარი. ბილიკ ზურმუ. ირბინე. ჯოხა მულე ბეჭებით კი ვერ მუხას. რას მიშები ბიჭო? ირბინე ლენუ. გუგლმა ხილად რენუ. ვანისა გამარჯობა. შო. გაბზე ენის გასატეხი. ვერშები, შო. ლენუ არ დამარცხდა ირბინე. ვალი მეცა. დავარია სახსავამათია ლენუკა. გამიჩალიჩე. ეს უკვე შესაძლებელია რომ ჩაითვალოს წაგებად, იმიტომ რომ კარგი, ნახ ბრინჯის ნასახი არ არის შენარჩუნებული. ვერაფერს ვეღარ ავწონი პრინციპში და ერთი მარცვალი ბრინჯი ლევან საკმარისი გახდება იმისთვის რომ ეს გამოწვევა მე და შენ მოვიგოთ დადაკი. მე იმედი მაქვს ხარაუშავს. რომ ლევანს ერთი მარცვალიც არ შერჩება. მე კი დავდგები, მაგრამ გავტეხავ. გატეხავ? აუ, დიდი ვარ წაგებისთვის. არ დაგავიწყდა თალკი. ვერ გამიძლებს. მაშინ არ გვინდა? შენ მიდი. რა სიტყვი?
ეს მისია მე ავიღო ჩემს თავზე, რას წარმოვიდგენდი, რომ საკუთარ გადაცემაში გამოწვევების მსხვერპლი აღმოჩნდებოდი. კარგი, მოდი. ძალიან კარგი. დანაბარი იყოს შეჯიბრი, მაშინ. მოდი აქ, მომეცი. რა ბედნიერი ხარ, გვერდში მდგომას ესეთი უნდა, მიდი. აი ამ დღეში რომ მიყურებ. თაკო ლენუკას წინააღმდეგ. მეგობრებო, ეს არის გამოწვევა, მოიპოვე პრიზი და თაკო, აბა შენიცი. კარგი. წავედით. წავიდა. ლომა დაღლილი თვალი მოგულა სველლელიაში სულებს გმირულად მელა მომაგდა მამალო მურას მოუხმე მალეო მანამ შელელი მოგივა მაყნერში მიმალეო ნამბამ პუკარი ნანას ხანა წავს იშონებს თანდათან ანიავს ნაცად ვიდომილი ის ბრინჯი არ დაგავიწყდეს. ნარიამ ნანას ოქროს ვარს მორთულ ოქტომბრის ბოლოს როგორ მოხმავს ომარი ბაბა ქებაში რაღაც პავლიან ბაბამ ბაბუნამ ფილ ბრასად ბაბიდორს აფხურა ხაბი კარგატაყარე ჟამო შერიდან ჟიჟღლი ჟონას ჟანგის ბერჟირავს ხშეჟი ჟამო რეს სვატრალი გადავყარი ნაპერტკლები კიდერსიცები მიდი სიგარას სურა რას უშვები თავხო მიაქრიალა შარა სოსო ასერას ხალისოს ხესურული აისრულა დაბანგებოს აბა შენი გადასრულდა არა ბრინჯი არა ეს არ შეიძლება ფარფაც და თაკო დანდალეთ აღარშე ბუჯა არა უშოთ მიკროფონი ფარშევანგი ფანტავს ფერებს დედაბლობას არ მომიკლათ პარტნიორი ფერებს ხალი ქარიდა არ დანებდე. ბაქი ბუქით მიდი ბოლომდე. ხახში გაქრა ჭრაკი შუქი მაინც არ ხალხო ეს მჭირდება ისევ ხარი შუქი ცოტა. აი ცოტულად ათი წამი. გაუთიშე არა ორღაბე მიდი ბოლომდე იმძოლე. ელისკა ცუდად სულათარი გაუთიშე მორჩა ოჩა გაღიარებ რა არის ბრინჯი არის მართალია გარკვეული ტაქტიკა გამოიყენა თაკომ შეიძლება ითქვას მაგრამ მან ბრინჯი ნამდვილად შეინარჩუნა აქაც არის რამოდენიმე მარცვალი მე მგონი აღარ გყავს აწოლას აზრი აღარ აქვს ოჩა მოკლედ და ავტორის გამარჯვებულები ვართ მე და ჰალკი მაშ ასე გრძელდება გამომწვევი თამაშები და ვიდრე გავარკვევთ, რომელი დავალებისთვის მოუწევთ ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმრებს თავის გართმევა, მანამდე გეტყვით, რომ ჩვენი პარტნიორი კომპანია გახლავთ მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი ფრანგული ბრენდი ივროშე, რომელიც გვთავაზობს თავისა და სხეულის მოვლის არაჩვეულებრივ საშუალებებს, როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. იბატონო და თქვენ, რა თქმა უნდა, თქვენ საყვარელ ადამიანებს შეგიძლიათ შეურჩიოთ საჩუქრები, როგორც თბილისსა და ბათუმში, ასევე ზუგდიდსა და რუსთავში. და მივადგეთ უკვე შემდეგ ეტაპს, ეს გახლავთ მესამე ტური, რომელშიც თქვენ მოგიწევთ უკვე, რომ დაამატოთ მეგობარი და რას ნიშნავს ეს? მოკლედ, გურეკავთ თქვენს ახლო მეგობარს. ამასობაში ეკრანზე გამოჩნდება სხვადასხვა შინაარსის ერთმანეთთან შეუსაბამო სიტყვები და თქვენ მოგიწევთ, რომ სწორედ აი ამ სიტყვების გამოყენებით ძალიან დამაჯერებელი, შეიძლება საინტერესო ისტორიაც შექმნათ, რაც მთავარია თქვენი მეგობარი ვერ უნდა მიხვდეს ლევან, რომ ეს არის ხუმრობა. და რა შეიძლება მეტი სიტყვა გამოიყენოთ. გითხარი ვის თარეკავ? კონსტანტინე ჯანაშიასთან. ჰალკი რეკავს ქართველ ხართან. გავიდა. მედი არ ძია. პოსტია როგორ ახარ? არა, შევახარ. რავი, რა შვები? ისო ფოუნზე ვიყავით, მაშინ და ჩავში. ჩარჩი? ოდა რომ ამოვსდის, ამევედის, მანქანა ესე იყო საფრთხეში ყავს, აღა? მადონა მან ხო არ არის? ვიღა? მადონა. მადონა? ხო. ვიღა მადონა არის? აი ახალგაზრდობაში რომ იცნობდი, არ გახსოვს მადონა? ეს რაც ვეკაიფები ახლა.
ბიჭო, აი, პოპკორნს რო ყიდი და. ქუთაისში. ხო. ვიჩემი ბიჭო, აი, პირბადე რო ეკეთა ის დღეს და რო ვერ ვიცანი. აუ, არ ვიცი, შეშე. დრაკონის ფორმა რო ეცვა. რაკონის ფორმა რო ეცვა? ხო, ბალერინაც რო იყო ბავშვობაში. არ ვიცი, თუ შემიძლია, არ ვიცი, არ ვიცი, რა. აი, იმ ვიდეოში რო არის, თავში მქონდა მაცივარი მორტყმულიო, ხო იცი ის ქალი რო კაცი რო იდა. მადონა, ყიძე? ხო. აი ის ისტორიაც როა ბავშვობიდან აქ ავზივარო, ხო იცი? გერეკე, შესაძლოა. ბიჭო, კორონავირუსი მქონდა შენ? კორონა მქონდა? არა, ასე. არა, ხო? ისე კოკაკოლა არ ჩენსო, მაგრა თუ გამიგია ეგრე მითხრეს. მე? ისე აი ბოლო მითხარი რა. რასურთ კაცებს? კაცებს რასურთ? ხო. ძიძი კარგი. აი, ორჩა, რო ამოიწურა, ბრავო. ხოთე საღამომშვიდობისა. ეს გადაცემა გამომწვევი თამაშებია რუსთავი 2-ზე და ჩვენ მისი წამყვანები თაკო ჩორგოლაშვილი და ზურა გორგაძე მოგესალმებით. შემე მამუსო, მაგი რა ვიქნა? კარგი, ლევან. ბრავო, მეგობრებო, კიდევ ერთხელ. ლევან, ოჩა. მეგობრებო, ლევანმა ძალიან კარგად გაართვა თავი დავალებას, მან გამოიყენა 11 სიტყვა, შვენიერი შედეგია. 11 სიტყვა. და ახლა ლენუკა, ჩვენი ჯერია, ძალიან გთხოვ. პირველ სიტყვას შეგიძლია შეავლო თვალი და შესაბამისი ისტორიაც მოიფიქრო. კარგი, ვისთან რეკავთ ლენუკა? ვიქტორ მურღულია. მოკლედ, ლენუკა ურეკავს თავის ბავშვობის მეგობარს ვიქტორ მურღულიას. გთხოვ ლენუკა. იმედი არ გამლანძღავს. ბატონო. ვიც რა შვები? ვარ. რა მინდა იცი კითხო? გახსოვს ექიმი რო ყავდა? ძალიან კაი გოგო, შენ რომ მოგეწონა? მე იმ ექიმ შენ შესთავაზე ღვინო. მე შესთავაზე მათრახი. გახსოვს? და რაღაცა პოზა უთხარი და ეს გოგო ძალიან გაბრაზდა. რა? მე გითხრა რაღაცა რობოტი ვითხარო. ხო, კარგად ხართ. მე გითხრა ფანტომასიო და შენ რაღაც გაგიკვირდა, გაუბრაზდი თან მახსოვს. აი ის რო იყო კიდე მოიცადე გაგახსენებ ახლა სერიალი Prison Break გაქცევა ციხიდან. ფრიზელი ხა? და პაბლო ესკობარ, ფრიზელი ვარ, აბა რა ვარ, კაც ვალაგებ. დენცკვიტა გახსოვთ? დენცკვიტა რა არის? სოსისი ხო გიყვარს? მაგრამ მომიგო. ვაკეთებ ახლა ხარშავ და უნდა გაჭამო. ეხლა თან სოციალურ ქსელში ვარ, რაღაცებს ვაკეთებ და ამიტომ ჭირდებოდი. ფურცელი მჭირდება, უნდა რაღაც სია გავაკეთო კიდე რა. და მე გაჩვენებ, წაგაკითხებ, ოღონდ არავინ არ უნდა იცოდე. თან იქ მივდივარ, ეპილაციაზე მივდივარ. აჰა, გასაგებ. და ის მინდა, რა ქვია, პუანტები მინდა, უნდა ფოტოები გადამიღო პუანტებში, აუცილებლად. მაცივარი გამიფუჭდა კიდე და სასწრაფოდ მჭირდება, რომ დამეხმარო და. ელარს აკეთებს დედა ჩემი კიდე. აჰა, დაქალი. ჩემ დაქალს მოიყვან? ანი მურღულია. ვარცხნილობა შევიცვალე. ვიტამინები დავიწყე. გილოცავ. და სათვალეც ვიყიდე. და შენ უნდა გაჩუქო. ძალიან კარგი. სადა ხარ, სახში ხარ? ხო რა, ვაკეთებ რაღაცებს. ორჩა, ბრავო. ყველა სიტყვა გამოყენებულია. ეხა მაგინებს. საღამომშვიდობი. მაგინებს და მაგინებს. უთხარი თაკო. ვალი ხარო რა ვიქრა. მოკლედ გამომწვევი თამაშებიდან გირეკავდათ ახლა ლენუკა. ეს იყო ხუმრობა. ჩვენ მისი წამყვანები ვართ და ასე ბოდიში რომ უნებლიე სტუმარი გახდით ჩვენი გადაცემის. ხმაზე მივხვდით რომ ცოტა დაბნეული იყავით, მაგრამ ყველაფერი მწყობშია, უბრალოდ ეს იყო თამაში. თუმცა თქვენმა ზარმა შეიძლება ითქვას რომ ლენუკას მოუტანა კიდევ დამატებითი ქულა და მოაგებინა ეს ჩელენჯი. მადლობა ვიქტორ, გემშვიდობებით, აქ. ვალი ხარ? ვალი ხარო, მე ვერ არის. ვიქტორს დავებ.
შემოკარგო. კარგით, ვიქტორს დავემშვიდობები, ლენუკა დაგიბრუნე ტელეფონს. რომლის ლენუკამ გამოიყენა 20-ვე სიტყვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ანგარიში რომ იფიქრა რომ დასვამი ხო ხო, არ და და ბოლომდე. თვალი ხარ. კი, რა აი მეგობარია. რაღაც ბავშვობიდან ერთად რაღაც მომენტში იფიქრა რომ ამან ცოტა ყურაულია. მეგობრებო, ანგარიში გვაქვს 600-ით 200 და გადავდივართ, რა თქმა უნდა, შემდეგ ტურში, რომელიც გახლავთ სპონსორის ჩელენჯი. ამასობაში მივადებით შემდეგ ეტაპს, გამომწვევი თამაშები ნელ-ნელა რთულდება და მეთანხმები ალბათ ხო ლევან? კი. და წინ გველოდება უკვე სპონსორის ჩელენჯი, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში მოგვიტანს 400 ქულას და რომელსაც ჩვენი წარმდგენი კომპანია Coca-Cola გვთავაზობს. ანგარიში აქვე გეტყვით, რომ არის 600-ით 200-ით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ტურში ლევან მაინც რამეს ვიზავს და მოვიგებ. რა კარგად ჟღერს 600 200. მოკლედ Coca-Cola-სთან ერთად გამარჯვებაც უკეთესია. ხო და უკეთესი იქნება გამარჯვება Coca-Cola-სთან ერთად. მოკლედ 400 ქულიანი შეჯიბრია ეს, მეგობრებო. ლენუკა ასე რომ უნდა იყო ჩაღო აქაც და რა ხდება? ჩვენ გვაქვს ხელთ მოთავსებული თხევადი საპონი, ჩვენ უნდა გავბეროთ საპნის ბუშტები და ეს ბუშტები შემდეგ უნდა გააძვრინოთ თქვენ აი სამიზნე რგოლებში. მოვათავსოთ. შენი რგოლია წითელი, თქვენი რგოლია ცისფერი. შეიძლება ერთად ბევრი გავაძვრინოთ? ერთი წამი თაკო, ნახე რა მოდია. არის ხა, რატო არ აი ეს მოყოლა? ღირსი ხარ. გაჩვენებთ უბრალოდ კარგი, გასაგებია. კარგი. თაკომ შეიძლება ითქვას, რომ ვიზუალიზაცია მოახდინა ამ ყველაფრის და მას ასე დრო ჩაირთვება, 2 წუთი გვაქვს ამ ყველაფრისთვის და აბა შემიცი. არ შემაქვს. შენ ბერავ, მე კარგი, 3 გავბერავ შენ მიგავს. ბოლო წამზე მოგვიდეს. წამზე ჩვენმა ჰალკმა საპნის ბუშტი ზუსტად საჭირო დროს თამაში დაიძაბა. ახლა ანგარიშია 600-ით 600 გათანაბრდა ქულების რაოდენობა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ახალი ენერგიებით და ახალი ძალებით უნდა დავიწყოთ თამაში. 500 ქულიანი თამაში გველის წინ და ეს იქნება გააცინე და გახეთქე. აი რა გველოდება, ამას უკვე რამდენიმე წამში ვნახავთ. და გამომწვევი თამაშები უკვე დასკვნით ეტაპზე გადადის და უახლოვდება, შეიძლება ითქვას და ძალიან დაგვეძაბა ამასობაში სიტუაცია, იმიტომ რომ ანგარიში გათანაბრდა. ეხლა არის 600-ით 600 და წინ გველოდება ძალიან სახალისო თამაში, რომელიც რომელიმე თქვენგანს მოგიტანთ 500 ქულას. ლევან, ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აი ეს ძლივს მოპოვებული ჩვენი წარმატება შევინარჩუნოთ. ამ ტურის სახელწოდებაა გააცინე და გახეთქე. თქვენს თავზე მოთავსებულია წყლით სავსე ბუშტები და ადამიანი, რომელიც პირველი გააცინებს თავის მოწინააღმდეგეს, რა თქმა უნდა, მას ექნება სროლის უფლება. აბა, რა ვქნათ, ვინ დაიწყოს? მოდი, ვინ დაიწყოს? მოდი, ჯეირანი გავითამაშოთ. ვინდი? ჯეირანი. ჯავარ. ლენუკა შენიწყებ. მოკლედ, ლენუკა, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ჰალკი გააცინო. მე მგონი ცოტა რთულია მისი გაცინება, მაგრამ სამივე ბუშტი უნდა გაახეთქო და თავზე უნდა დააცალო წყალი. მაშინ ასე, დროის ათვლა დაიწყო, ლენუკა. როგორ ახლა? კარგად? კარგი და ცოტა გამიცინა? რაზე ფიქრობ? ჩემპიონატზე ხა მოგება ისე ეს რაღაცა. ისე ეს კლავები იმ ხელა გაქვს, რომ ცოტა გიჭირს დგომა და რაღაცა რო ქნა ცოტა მოქმედება სხვა არ გინდა? კი. რამე მოქმედებაზე გადადი. ლენუკა მოიპოვა უფლება. პირველი სროლის უფლება. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ გაარტყავს ჰალკ, შენ უნდა იდგე გაუძრევლად. ჩვენი ჰალკი აუცილებლად დაგვისველდება. თან არივე! ორი ერთად. დავწინაურდით, შეიძლება ითქვას, რომ დავწინაურდით. ლევან, ეხლა ძალიან უნდა მოინდომო, ძალიან უნდა მოინდომო, შეგიძლია ნებისმიერი მოქმედებით, ნებისმიერი ისტორიით, ფრაზით, რაც გინდა ისქენი, თავარი ახლა არ გაბრაზდე, პირიქით. მოკლედ, შეგიძლია დაიწყო. რა მიქნა? რა შეგეწყოდე?
მე მგონი სხვა რამეს უნდა მიაყოლა თორე ამ სარეცინება. ამ შემთხვევაში ლევანის დრო სამწუხაროდ ამოიწურა. გამარჯვებულია ჩვენი გუნდი, მაგრამ ნაკლებად sweli ლევანი ამ შემთხვევაში ეს არის ერთადერთი თქვენი პლუსი. მოკლედ მეგობრებო, ძალიან დაძაბული ტური გამოდგა, ნამდვილად არ მოველოდე ამას. ესეთი გაუცინარი ხელმწიფეები მე არ მინახავს არასოდეს. ჩემი ხელმწიფეები სინარა არის, შენი მოიკითხე. ფულების ჯამს რაც შეეხება ამჯერად გვაქვს 1100-ით 600, ლენუკას და ჩემს სასარგებლოდ. მაგრამ წინ გველოდება ურთულესი კარაოკე, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ის შედეგები მთლიანად ამოყირავდეს და შეიცვალოს ასე რომ დაგველოდეთ. და მივადექით გადამწყვეტ ფინალურ ეტაპს. ეს გახლავთ ურთულესი კარაოკე, ყველაზე გამომწვევი და ყველაზე აზარტული შეიძლება ითქვას და რატომ? იმიტომ რომ სწორედ ეს ტური გადაწყვეტს ვინ გახდება საბოლოოდ გამომწვევი თამაშების გამარჯვებული. მეგობრებო, მიაგიხსნით წესებს. ყუთში არის სამი განყოფილება, სამივე განყოფილებაში მოთავსებულია სხვადასხვა რამე ან ვინმე შეიძლება ითქვას და მოკლედ თქვენ უნდა გამოიცნოთ თუ რას შეეხეთ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ სიმღერის პარალელურად. კარაოკე, ლენუკა ამ შემთხვევაში იწყებს შენ, იმღერე რამე ფილმიდან მხიარული რომანი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეწყვიტო სიმღერა და თან კარგად დაიმახსოვრე თუ რას შეეხეთ. გამარჯვების შემთხვევაში 1000 ქულა იქნება ან ლენუკასი, ან ლევანის, იმედი მაქვს ძალიან დიდი რომ ხალხი ჩვენი იქნება. 20-თან ახლოს დადექი, მუსიკა ჩაირთვება, შენ იმღერე. კი, რა თქმა უნდა. ამხები რა აზრით. იმღერე რამე მხოლოდ ჩემთვის იმღერე რამე რომ დაღლილ თვალებს სანთლებით დადებს ამეს ცოტა არასწორად ვერი ექსუ ერთი არა სიმღერებ ოღონდ იმღერე განშორებისას კიდევ ერთხელ იმღერე რამე და ცოტა დამეხმარე რამე მითხარი თუნდაც არ შეწყვიტო დროან გადააქცევს მალე მოგონება და თან გახვება სიყვარული მას როგორც დამღერი იმღერე რამე იმღერე იმღერე რამე თუნდაც უკვე მრავალჯერ ნამღერი ლენუკა იმღერე გადააქცევა მალე მოგონება კუთხე კარგად მოათვალიერე ლენუკა სიყვარული როგორც დამღერი იმღერე რამე იმღერე ვერთხელ იმღერე რამე მან მე არ თავმოხდები ეს გახდება ღერია სემ რამეს გაზაფხულის მთავარიან ღამე არ ვიცი რა რაც არის მოთავსებული ჯამში რაც არის მოთავსებული ეს ნახე მომღერი დროან წუთებსაც გადაარჩენს მალე მოგონებას ეს რა არის და თან გახვება სიყვარული მას როგორც ნამქერი იმღერე რამე იმღერე იცი რა არის იმღერე რამე მგონი უბრალოდ ნამქერი დროან წუთებსაც აქ იცი რა არის მეორე გამოფილებას გულში შევლით ყველა კუთხე კარგად ყველა კუთხე კარგად შეათვალიერე, გიყურებს იცოდე. ყველა კუთხეში კარგად. ყველა კუთხეში. აქეთ კუთხეში წამოდი. აი მან. ჩაყავი. ნუ ეხმარები. აი მან. ეს ლენუკას გამომეძრავს არ შეგეჭიდე. კარგად, ბოლომდე მოუსი. ჩაყავი ბოლომდე ხელი. ყველგან, ყველა კუთხეში. იკვინა! და გახვება
არ იქნება. არა, მიკბინა. არ იქნება. გადაო, მიკბინა. არ იქნება, ლენუკა. სისულელეა. ხეს მოკიდე ხელი. ეს არ მომკიდე, პირი გააღო და მიკბინა. იქბინა სიმღერა გააგრძელე. გვიმღერე, ლენუკა რა თავარია. და ესე გამიგეთა. იმას როგორც დაფქერი. იმღერე რამე მიმღერე. ძო, მე მოვრჩი. ლენუკა უკვე შეეხო ყველა იმ ვინმეს ან რამეს, რაც ხუთში იყო მოთავსებული და იმედია შენ სწორი პასუხები გაქვს ლენუკა, ვნახოთ, დაველოდოთ ლევანის ამჯერად უკვე ჭერია. ლევანი შეეცდება რომ გამოიცნოს რა არის მოთავსებული ჩვენს უჯრებში. ლევან, თან მღერით და თან ვფიქრობთ რა დევს ხუთში. თავარი პირობა, სიმღერა არ შეწყვიტა. მე ლენუკას ცოტას ადანდალი, დანდალი, კინო მუსიკა. შავთვალა, შემაც გემოდამლა. მოდი ნუ არ მაწვდე, ამომიხარ ანარა. ვინოს დავლევ თალსარა, შენ გაკოცებს სხვასარა. ადანდალი დანდალი. ჰეი, ჰეი! დანდალი დანდალი. შემიოქრო შანდალი. დანდალი. ნელშიაც მინათებე, შენი შავი თვალები. შენი ეშხი დამწვარი ღვინოს და მეძალები. ღვინოს დავლევ თალსარა, შენ გაკოცებს სხვასარა. ადანდალი, დანდალი. ადანდალი, დანდალი. ხელი ეტევა. ხელი ეტევა რა დანდალი. და მარცხენა ხელი რო ჩაყო, მარჯვენა გულწრფელება. მიკბინა. რაღაცა ხნა. აი? ვიფიქრდი თან რა დევს. ლევან! მოემზადე სიმღერა. დავლებთ ხალსარა. შენ გაკოცებს სხვასარა. ადანდალი დანდალი. იმღერე. ადანდალი დანდალი. შემიოქრო შანდალი. ადანდალი დანდალი. იცი რაც არის ყველგან? თუ არ იცი უნდა დაუბრუნდე. ვიცი. ეს ასე, უძლესი კარაოკე. მუსიკალური ნაწილი დასრულდა და ეხლა მივადექით მთავარს. კარგი, მოდი დავიწყოთ ლენუკათი, რადგან ლენუკა იყო პირველი. ლენუკა, დაასახელე რა იდო განყოფილებებში. ეს ვიცი რომ ქათამია. პირველი, შემდეგი. ამან ვიდაიდან და რადგან პირი გააღო. ან კუარი. გინდა კიდევ ერთხელ ნახე და იქბინება. არ იქბინება. თუ გინდა გადაამოწმე. არ მინდა. არ გინდა? არ და მესია. კარგი, რა დევს მაშინ გითხარი დაასახელე პირდაპირ? ანუ ერთი უნდა ვთქვა? ხო. მესამეც არიცი? რას ეს ფიქრობ? საეჭვოდ გაქვს მესამეც? მესამე არ ვიცი, ძალიან რბილი იყო და საჭმელია თუ დაჭყლეტილია რაღაც ხორცი თუ ცხოველის ის არის რა ქვია. ისე მარტო რაღაც კონკრეტულზე უნდა ჩამოყალიბდე აუცილებლად. რაღაცა ერთი გითხარი? ანუ ერთი არ ვიცი, დაჭყლეტილი რა იყო, ოღონდ არ ვიცი რა არის. საჭმელია თუ ცხოველის რამეა ცუდი, სუნი მექნებოდა მაშინ, მაგრამ კონკრეტულად რა არის? ფარშს არ ყავს. რა არის? ვერსია. ჩაყოფ ხელს? რამე არ არის გადავამოწმე. გადაამოწმე მაშინ და ისე გითხარი ჩვენ პირობას გაძლევს რომ არაფერი არ გიკბენს, არაფერი არ დაგაზიანებს, არაფერი არ დაგაზარალებს. ის არის წალახში ჭიები როა თუ რა ქვია იმას. კარგი, ამოიღე და ხელი შემდეგი მესამე. და მესამე დასაზუსტებლად შეგიძლია კიდევ ერთხელ ჩაყო ხელი. ვაიმე. არ მითხრა რა გველია. ცემა იმენა. დაასახელე. გალახა. ბოლო ვერსია. თქვენი. არა. ბოლო ვერსია რა შენი დევს ვერსია. ამ ყუთში. ლენუკა. დრო არის რომ გითხრა საბოლოო პასუხი. ლენუკა მოკლედ, დაასრულება. მოკლედ ორი პასუხი აქვს ლენუკას. იცის მხოლოდ პირველ და ბოლო განყოფილებებში არსებული ვინმე ან რამე და შეიძლება მოკლედ ითქვას და ლევან ახლა ლევანის არის დრო. შენი ჯერი, შეგიძლია რომ გითხრა რა დევს, რა არის მოთავსებული ჩვენს ყუთებში. პირველი, დავიწყოთ პირველით. შენი ვერსია როგორია? ისა გაპუტული ხათამი. პირველი ვერსია, მეორე ვერსია. გაპუტული ქათამი.
მეორე არის მე მგონი ეს არის. ხვლიკიროა. მესამე ვერსია. რა ქვია? დინოზავრივი თუ არის რა ქვია ეს. და და შემდეგი მესამე. ციაყელები. ჭიაყელები. და მოკლედ მეგობრებო თუ შეიძლება მოდით არა. მოდი შენ გაგიძდი? კარგი არაფერია არ უკბენია არ უკბენია რომ გეთქვა მე მახსოვრებოდა სურათი როგორც გითხარით და ლევანს მოუტანა უკვე გამარჯვება. მოკლედ ლენიკა ამდენი შრომა წყალში ჩაგვეყარა სწორედ აი ამ მომენტით და ჩემპიონობა არ დათმო ლევანმა. ბრავო. ძალიან ერთეული მოწინააღმდეგე მყავდა მინდა აღვნიშნო. მაშასა და მე გამომწვევი თამაშები დღეს ნამდვილად ძალიან დაძაბული გამოდგა. მოგეწონათ? არა. იმედია მოეწონა ჩვენს ტელემაყურებელს, იმედია რომ იხალისეთ, გაერთეთ ჩვენთან ერთად და დღევანდელი გამომწვევი თამაშების გამარჯვებული ლევან საბინაშვილი მოგესალმოთ მას. მეგობრებო 1600-ით 1100 თაკოს და ლევანის სასარგებლო ჩვენ და სამწუხაროდ ისევ შეინარჩუნა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. ამჯერად გამომწვევი თამაშების ჩემპიონიც არის და თქვენთვის სპეციალურად ჩვენმა პარტნიორმა კომპანიამ ივროშემ დააწესა პრიზი. აი მადლობა ჩვენს მეგობრებს, ჩვენ გისმენთ.